საქართველოსა და ისრაელს შორის შეიქმნება ახალი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ისრაელში ვიზიტის დროს მიიღეს. ქობალია მოლაპარაკებები ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის ვაჭრობის მინისტრთან გამართა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტი ინტენსიფიკაცია იყო. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ისრაელის მთავრობის სხვა წევრებთანაც. მინისტრს შევთავაზეთ შევქმნათ საერთო ეკონომიკური კომისია, მთავრობათა შორისო კომისია, რომელიც იმსჯელებს თუ რა დამატებითი ხელშეკრულებები არის საჭირო ბიზნესისთვის და ინვესტიციებისთვის ჩვენ ორ ქვეყანაში. ასევე გადავწყვიტეთ ვითანამშრომლოთ მსოფლიო ფინანსური კრიზისის პრობლემების დაძლევაზე, მათ შორის როგორიც არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. პოტენციალი ძალიან დიდია, მაგრამ დღეისათვის ბაზრების დიდი რაოდენობა არ გვაქვს. ვცდილობთ ვიმუშაოთ ახალ ბაზრებზე სხვადასხვა სფეროში, მაგალითად სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და სხვა.